საღამომშვიდობის ეთერშია ევროპული არჩევანი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი. მე ვახოს ანაია ვარ. თითოეული მოქალაქის, თითოეული ჩვენგანის უფლება და თავისუფლება. რა ხდება საქართველოში, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს და სად და რა ვითარებაში ირღვევა იგი ყველაზე მეტად. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. რა სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტები. დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ადამიანის უფლებები საქართველოში. ეთერშია ევროპული არჩევანი. ადამიანის უფლებები საქართველოში რა ძირითადი ტენდენციებია დღეს ჩვენს ქვეყანაში, სად გაუმჯობესდა და სად გაუარესდა მდგომარეობა, როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და ქართველი უფლებადამცველების მოსაზრებები. ამ საკითხებზე სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ევა პასტრანა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა საკითხთა ატაშე, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. აგრეთვე ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, მოგესალმებით, ლია მუხაშაურია, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელი, ასევე დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი, მერაბ ბასილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ალპე, ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვენიარაძე, ადამიანის უფლებათა ექსპერტი. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მონაწილეობთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ბატონ გიორგი, თქვენთან მაქვს პირველი შეკითხვა, ყველაზე ხშირად რომელი მიმართულებით ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში? ყველას მოგესალმებით. ეს არის ძალიან რთულია ზოგადად სრული სურათი წარმოადგინო ამ კონკრეტულ შეკითხვასთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა ანალიზი მაინც შეიძლება გაკეთდეს თუნდაც იმ კუთხით, თუ ვინ მიმართავს ყველაზე ხშირად სახალხო დამცველს. ანუ თქვათ იგივე თუ ავიღებთ გასულ წელიწადს, ასევე რამდენიმე წინა წელს, მარტივად შეიძლება მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ მაინც ყველაზე ხშირი სახალხო დამცველის მიმართ არის მომართვები, თქვათ იგივე თავისუფლება აღკვეთილი პირებისგან, ეს ეხება ძირითადში პენიტენციალურ სისტემაში მოთავსებულ ადამიანებს, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეგრეთ წოდებულ დევნილებს და ასევე სოციალურად დაუცველ ფენებს, ეს ეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ტიპის უფლებადარღვევები ჩვენთვის არ ხდება საყურადღებო წლის განმავლობაში, მაგრამ მე მაინც აქ ხაზი გავუსვი იმ სამ ძირითად კატეგორიას, რომელიც ყველაზე ხშირად მიმართავს სახალხო დამცველს იმის გამო, რომ ეს ადამიანები თვლიან, რომ მათი უფლებები შეელახულ იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. ამ მიმართულებით მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? მე შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილი, ასე ვთქვათ, პრობლემების მოგვარდა, თუმცა ზოგადი სურათი მაინც არის საკმაოდ მძიმე ამ ადამიანებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი, რამაც მე მინდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად საჩივრების რაოდენობა მაინდა-მაინც არ შეამცირა. თუმცა შეიცვალა ზოგადად პრობლემატიკა. ანუ მაგალითად ადრე ძალიან ხშირი იყო, ვთქვათ იგივე პატიმრების მხრიდან საჩივრები საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით. ეს იყო, ვთქვათ, ყველა დაწესებულებას ახასიათებდა მსგავს პრობლემებს, შესაბამისად ძალიან ხშირი იყო სხვა საჩივრებთან ერთად ამ მიმართულებით საჩივრები. ვთქვათ, დღეს მაინც უფრო მე ვიტყოდი, რომ ძალიან ხშირია, ვთქვათ იგივე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით საჩივრები, ასევე არის არც თუ ისე იშვიათად საჩივრები მოპყრობასთან დაკავშირებით, რეჟიმთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს რაც შეეხება, ვთქვათ, ადრე მე მინდა ვთქვა, რომ იყო პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა, ვთქვათ, პრივატიზებას, საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციას, ეს პრობლემები დარჩა საკმაოდ დიდ ნაწილში, თუმცა ბოლო დროს დაემატა კიდევ საკითხები, რომლებიც ეხება, ვთქვათ, დევნილების გამოყვანას სხვადასხვა საცხოვრებელი ფართიდან. ეს შეიძლება იყოს როგორც, ვთქვათ, კომპაქტურ ჩასახლებაში მყოფი დევნილი, ეს შეიძლება იყოს კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთან დაკავშირებული პრობლემა, რომელსაც დაკავებული აქვს სხვისი საცხოვრებელი ფართი. მე მინდა ასევე შევეხო, ვთქვათ, ისეთ თემას, როგორიც არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები. თქვენ იცით, რომ ადრე ფაქტიურად არ არსებობდა ეს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, ვთქვათ, იგივე ეს მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ქულების ათვლას, ვთქვათ, კატეგორიების განსაზღვრას, იგივე თქვენ იცით, რომ მეთოდოლოგია არც თუ ისე ძველია, რომელიც დღეს გამოიყენება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, კონკრეტული ქულების მინიჭებისთვის. მე გითხრათ, რომ ამანაც წარმოქმნა გარკვეული პრობლემები, რომლებიც შეეხება უშუალოდ იმ ადამიანებს,
ადამიანებს, რომლებიც ძალიან ხშირად მოგმართავენ იმის გამო, რომ ვთქვათ, უკმაყოფილო არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობით. არაერთი დარღვევა იყო სხვათა შორის ამ მიმართულებით აღმოჩენილი, მოხერხდა მათ ნაწილის გადაწყვეტა ინდივიდუალურ რეჟიმში, თუმცა სისტემური პრობლემები დარჩა. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ არის რა თქმა უნდა ნაწილი პრობლემების მოგვარებული, განსაკუთრებით გამოვყოფთ ვთქვათ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას საჯავახსოვრების სისტემაში. დევნილთა მიმართებაში ვთქვათ, გაცლებთ მეტია დღეს იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც საკუთრებაში გადაეცათ ის ფართი, სადაც ისინი დღესდღეობით ცხოვრობენ და არაერთ ობიექტს დაახლოებით მესამეც ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მართალია რიგ შემთხვევებში საკმაოდ უხარისხოდ, მინდა აღვნიშნო, თუმცა დარჩა მთელი რიგი მძიმე ფონი სოციალური, ვთქვათ, იგივე იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში, ბოლო დროს განხორციელებული ეგრეთ წოდებული განსახლების პროცესი და არაერთი ის საკითხი, რომელზეც ჩვენ წლის განმავლობაში მუშაობთ. თუმცა ეს არანაირად არ გამორიცხავს ისეთ თემებს, სადაც ვთქვათ, მომართვიანობა არ არის მასიური. მოდით ეს ვთქვათ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ანალიზს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ შემოსულ საჩივრებთან მიმართებაში, ცხადია, რომ ვთქვათ, შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, თუმცა არის ძალიან ხშირი მომართვები ასევე სხვა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. შეიძლება შეეხოს საკუთრების უფლებას. ამაზე კიდევ შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. იგივე ვთქვათ, შეიძლება ვისაუბროთ საკმაოდ ხშირია მომართვები სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის გამო, როდესაც პირები თვლიან, რომ სასამართლომ შეელახა მათი უფლება, არის მომართვები ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის არასათანადო მოპყრობასთან მიმართებაში. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდია სპექტრი, რაც განაპირობებს, რა თქმა უნდა, ასევე მოცულობას სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში. გასაგებია, ქალბატონ ევას მინდა დაუსვა შეკითხვა. ქალბატონ ევა, რა მდგომარეობაა თქვენი აზრით დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით? Okay, so in our case, ჩვენ შემთხვევაში we need to say that ჩვენ first უნდა of all, განვაცხადოთ, რომ პირველ რიგში Georgia a partner country. საქართველოს rather than თვლით, making an assessment, აი ესეთ ქვეყანა, სადაც შეფასებას ვაკეთებ თუ არა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, აი ჩვენ პრიორიტეტულ მიმართულებებს, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირვებით საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებს, ასევე თავარ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველ სტრუქტურებს, მათ მოხსენებებს და ჩვენ მივყავთ ჩვენი სამუშაო იმ მიმართულებით და კონცენტრირებას უკეთებთ იმ სიტუაციით, რაც ქვია ეკონომიკური და სოციალური უფლება, იმიტომ რომ სიღარიბე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარების საკითხი ევროკავშირის დახმარების თვალსაზრისით და სისხლის სამართლის იუსტიციის და ასე ვთქვათ თვალსაზრისით და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის საქმიანობას არის ასევე კიდევ სხვა ჯგუფი კლასტერი, რაც ქვია ადამიანის სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების დაცვა. ევროკავშირმა სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვას, ასევე არჩევნების საკითხი, მასმედიის საკითხი, ადამიანის უფლებათა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტის სფეროსთან, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ვლაპარაკობს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე, გულისხმობ, რომ უფლება ეხება ადეკვატურ საცხოვრებელს, ეს არის არა მხოლოდ გადაადგილებული პირები, არამედ სხვა დაუცველი ჯგუფები, უმცირესობები, რომლებიც ეროვნული უმცირესობები იგულისხმება, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები. გასაგებია, ქალბატონ ლია, თქვენც მინდა დაგისვათ პრინციპში იგივე შეკითხვა, რა მიმართულებით არის ყველაზე რთული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისთვის. იცით რა არის, ძალიან რთულია ხოლმე შეფასება, ესე ძალიან ერთი თვალის გადავლებით, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მაგალითად ქართულმა მართლმსაჯულებამ დაურღვია უფლებები და ისინი იძულებული გახდნენ მიემართათ ევროპული სასამართლოსთვის სტრასბურგში. ამიტომ ჩვენი საქმეების სპექტრი ძალიან ფართოა. იწყება სიცოცხლის უფლების დარღვევით, რომელიც ევროპული კონვენციის მეორე მუხლით არის დაცული, შემდეგ მოდის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეები. ძალიან ბევრია სამართლიანი სასამართლო უფლების გამო
გამოწვეული საქმეები, პირადი ცხოვრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება ირღვევა სამწუხაროდ ხშირად ამ ქვეყანაში ძალიან ხშირი არის აღფსარებლობის თავისუფლების შეკრებისა და მანიფესტაციის და რაც ყველაზე ბევრი საქმე გვაქვს ჩვენ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. ჯერჯერობით მდგომარეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე რა გადაწყვეტილებები გამოვა ყოველ კონკრეტულ საქმეზე ევროპული სასამართლოს მხრიდან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმე. მაგალითად წლევანდელი წელი ძალიან ღირსშესანიშნავი იყო ამ თვალსაზრისით. აი ჩემმა კოლეგებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მოიგეს და მე მათ ვლოცავ ამას წინცაბაძის საქმე ეს იყო პირველი საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევის გამო რაც ევროსასამართლომ საქართველოს მიმართ განიხილა და მეორე ასევე საყოველთაო ცნობილი საქმე ენუქიძე და გირგულიანი საქართველოს წინააღმდეგ. ყველა კონკრეტული შემთხვევა ადამიანის უფლებათა სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ რაოდენობრივი ანალიზი ამ შემთხვევაში უვარგისია. ჩვენ საუბრობთ სფეროზე, როდესაც თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიც ადასტურებს სამწუხაროდ, რომ ერთის მხრივ ძალიან ცუდად ფუნქციონირებს სამწუხაროდ ქართული მართლმსაჯულება, ანუ ქართული სასამართლო ვერ არის ის ადგილი, სადაც დარღვეული უფლების აღდგენა შეიძლება მოქალაქემ მოახერხოს და ამიტომ ის იძულებულია სტრასბურგში ეძებოს სამართალი და მეორეს მხრივ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს იმ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები ან ცდილობენ ისარგებლონ და ხანდახან აი ამ თავისუფლებითა და ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა სახელმწიფოს მხრიდან არის შეზღუდვის, უკანონო დათრგუნვის ან დარღვევის საგანი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი შემთხვევა, ყოველი სფერო და თითოეული ადამიანი. განსაკუთრებით ბატონ ბექა, თქვენი ორგანიზაცია მუშაობს ტოლერანტობის კუთხით, ამ ხრივ გაუმჯობესება ვითარების თუ შეიმჩნევა პირიქით კიდევ უფრო გაუარესება? გამარჯობათ, პირველ ყოვლისა ვიტყვი რომ ტოლერანტობის ცენტრი არ გახავთ ცალკე ორგანიზაცია, ეს არის სახალხო დამცველის ნაწილი, ჩვენი საქმიანობა სახალხო დამცველის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. რაც შეეხება ტოლერანტობის თემას, შეიძლება ითქვას ერთმნიშვნელოვნად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სისტემური პრობლემების მოგვარების დაცვის თვალსაზრისით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ხელმისაწვდომობა განათლებაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასე ვთქვათ, გაიზარდა, სახელმწიფომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამარტივებულიყო ეროვნული გამოცდების წესი სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ამ წესის მიხედვით თქვათ სომხურენოვან აზერბაიჯანულ ენოვან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მათ ენაზე უნარჩვევების გამოცდები ჩააბარონ და მეტი აფერთ შემდეგ უკვე დაეუფლონ ამ საგამოცდო ბარიერის გადალახვის შემდეგ დაეუფლონ თქვათ სწორედ ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ მიიღონ ცოდნა იმ საკითხებში, რომელიც გათვალისწინებულია სხვა გამოცდებით, პოზიტიური დისკრიმინაციის მეთოდის გამოყენება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს ადამიანები რჩებოდნენ უმაღლესი განათლების, ქართულენოვანი უმაღლესი განათლების გარეშე და მათ უწევდათ წასვლა, თქვათ, მეზობელ ქვეყნებში განათლების მისაღებად და შეიძლება ითქვას, რომ ძირეულად ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება ამ თვალსაზრისით. ამ კუთხით რჩება პრობლემა, თქვათ, სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებით. ეს არის ის პრობლემა, რომლის გარშემოც რადიალური წრეებივით იშლება, სხვა პრობლემები იქნება ეს დასაქმების საკითხი, კომუნიკაციის საკითხი, ურთიერთგაუწყობების გადალახვის თემა თუ სხვა პრობლემები, თუმცა ამ მიმართულებითაც სახელმწიფო ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს, შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებული ბაღის ასაკიდან, დამთავრებული, თქვათ, დასრული ადამიანების განათლებით ენის ცოდნის პრიორიტეტად წარმოჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის და ძალიან ბევრი სარგებლობს სწორედ ხელისუფლების მიერ პრობლემები რა ხდება ამ მიმართულებით? პრობლემებთან დაკავშირებით სწორედ აი აქედან გამომდინარეა ეს პრობლემებიც რაც უკავშირდება იმას, რომ თქვათ არაპროპორციულად არის წარმოდგენილი მაგალითად ცენტრალურ დონეზე პარლამენტში გნებავთ საკრებულოებში უმცირესობების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ერიდებიან, ასე ვთქვათ, კარიერის გაკეთებას სახელმწიფო უწყებებში და ეს არის პრობლემა. რატო? ვინაიდან მათი
ეს ერთგვარი ინგრედიენტია ინტეგრაციისა. თუ კი ვთქვათ, სულ სამი პარლამენტარია, ვთქვათ, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისა პარლამენტის წარმოდგენილი ან სამი სომხურენოვანი, ეს პრობლემა იმიტომ რომ არაპროპორციულად არის წარმოდგენილი ჩემი აზრით. უმცირესობების წარმოადგენლები. ასევე პრობლემა არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მედია გაშუქება. ანუ მედიაში ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაწყლებით სტერეოტიპულ გაშუქებას და ასევე ვაწყლებით შუღლის ენის გამოყენებას უმცირესობების მიმართ. რაც გულისხმობს დამაკნინებელ კონტექსტში, ან შეურაცხყოფელ კონტექსტში ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის ან რელიგიური ჯგუფის ან კულტურული სხვაობის მქონე ჯგუფის წარმომადგენლის, ასე ვთქვათ, შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ან შეფასებას, ვთქვათ, ხო? ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე დაკავშირებული, ვთქვათ, იმასთან, რომ უფრო სისტემური გახდა მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის თვალსაზრისით, დაკავშირებული იმასთან, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა პროგრამა ერთგვარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში უახლოეს 5 წლის განმავლობაში. ამ პროგრამას ჰქვია სამოქალაქო ინტეგრაციის გეგმა, ამ გეგმას საფუძვლად დაედო სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და უაღრესად მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ის, რომ თავად უმცირესობებს მიეცათ შესაძლებლობა ამ პროგრამის განხორციელების მონიტორინგისა. საქართველოს ახალ დამცველთან არსებობს უმცირესობათა საბჭო, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსაც წარმოადგენელია 80-მდე ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ან ეთნიკურ უმცირესობებზე, ან თავად წარმოადგენს უმცირესობათა ორგანიზაციებს და ამ საბჭოს მეშვეობით ხდება მონიტორინგი ამ გეგმის განხორციელების, რაც ძალიან ეფექტურია ამ თვალსაზრისით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ გააფორმა მემორანდუმი ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას გარკვეული ანგარიშები ჩააბარონ გარკვეული პერიოდულობით უმცირესობებს. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ მედიის მეშვეობით ამ ჯგუფის, როგორც რელიგიური უმცირესობების, ასევე ეთნიკური უმცირესობების სტერეოტიპიზაცია და ეს ერთი და მეორე არის ის, რომ თავად უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ჩნდებიან მედიაში, არა მარტო საკუთარი პრობლემების შესახებ საუბრის კონტექსტში, არამედ ზოგადად, ვთქვათ, ნაციონალური პრობლემატიკის შესახებ საუბრის. შეიძლება მედიის პრობლემად აღვიქვათ უფრო მეტად, თუ იმის რომ თავად არ სურთ, ვთქვათ, რაღაც საკითხებზე. რა თქმა უნდა, უმთავრესად ეს არის მედიის პრობლემა, ერთი მხრივ ჟურნალისტების ცოდნის ხარისხი არის ჩემი დაკვირვებით ამ მხრივ დაბალი, ან თავად დამოკიდებულება არის ხოლმე ხშირად სტერეოტიპული და მეორე მხრივ არის ეს ფაქტორიც, რომ თავად უმცირესობებსაც ხშირად, განსაკუთრებით ეს რელიგიური უმცირესობებს ეხება, ხშირად არ სურთ გამოჩნდნენ მედიის წინაშე, ვინაიდან მათ წინა გამოცდილებით უკვე იციან, რომ შეიძლება ეს გადაცემა, თქვათ ეს სიუჟეტი იყოს დისკრიმინაციული მათ მიმართ, რაც გამოიწვევს საზოგადოების განწყობის კიდევ უფრო, ასე თქვათ, ნეგატიურ კონტექსტში. ჩვენ რელიგიურ უმცირესობებს მინდა ამის შემდეგ, ხო. რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემები უფრო მწვავე დგას, თუმცა მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს, თქვათ, რელიგიური უმცირესობების განცხადებების განხილვა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ აი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ 2008 წლიდან დღემდე დაახლოებით 45-მდე საქმე არის, სადაც სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა დისკრიმინაციის ან რელიგიური დევნის ან რელიგიური რიტუალებისთვის ხელი შეშლის შემთხვევებში. ეს არის ერთგვარი პრობლემა. კიდევ არის პრობლემა დაკავშირებული, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა დაკავშირებული რელიგიური უმცირესობებისთვის, რაღაც ნაწილისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან, რესტიტუციასთან დაკავშირებით. სომხური სამოციქულო ეკლესია სვავს 6 ტაძრის დაბრუნების საკითხს, კათოლიკური ეკლესია სვავს 5 ტაძრის დაბრუნების საკითხს, არის მუსლიმური მეჩეთები, რომლებიც არ ფუნქციონირებს, რომლებიც ფუნქციონირებს საბჭოთა პერიოდში და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისევე, როგორც სახელმწიფო ეკიდება ამ პრობლემის მოგვარებას მართლმადებელ ეკლესიასთან მიმართებით, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დისკრიმინაციას, უთანასწორო დამოკიდებულებას რელიგიური ჯგუფებისაგან. გასაგებია, აქ წამოიჭრა საკითხი და როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი არის, რა თქმა უნდა, სასამართლო. მე ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს მინდა ვკითხო, ქართული სასამართლოს მთავარი პრობლემა დღეს რა არის?
მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მართლმსაჯულების საკითხები ნამდვილად პრობლემურია დღეს საქართველოში და ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობს. ძირითადად უნდა გამოიყოს, რომ სამართლიან სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას დღეს ვერ ახდენს სახელმწიფო. განსაკუთრებით ეს აღსანიშნავია სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის პრობლემური. პირველ რიგში პოლიტიკა არის საკმაოდ მკაცრი და მცირე მნიშვნელობის დანაშაულებზე, მაშინ როდესაც კანონმდებლობით პროკურატურამ შეიძლება საერთოდ არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხდება საკმაოდ მაღალი სასჯელების დანიშვნა და ჩვენ გვაქვს რამდენიმე ესეთი მაგალითები. გარდა ამისა, უპრეცედენტო დაბალი არის გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ უცხოელ კოლეგებთან, ყველას ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაბალი რაოდენობა და ძირითადად ყველა საქმეები მთავრდება სამწუხაროდ საპროცესო შეთანხმებებით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საქმეებში პროკურატურას არ აქვს მყარი მტკიცებულებები ბრალდებულის მიმართ, მათ არ სურთ იბრძოლონ და მათი უდანაშაულობა დაამტკიცონ და შესაბამისად ისინი თანხმდებიან საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ რომ სასამართლოსადმი ნდობა არის საკმაოდ დაბალი. ეს ძირითადად რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში შეინიშნება. პრობლემურია ადმინისტრაციული სამართლის კუთხითაც საქმეების განხილვა და განსაკუთრებით არ შეიძლება არ გამოვყო ადმინისტრაციული პატიმრობის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები და ეს უკავშირდება მიტინგებისა და მანიფესტაციების საკითხს და არა მარტო 26 მაისის მოვლენებს, არამედ მანამდე ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, სადაც უფრო მცირე მნიშვნელობის აქციები იყო აღკვეთილი პოლიციის მიერ, აქციის მონაწილეები იყვნენ წაყვანილი სასამართლოში და მათ შეფარდა თან ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა. მანიფესტაციების შესახებ მე ცალკე მინდა კიდევ დავშვა შეკითხვა, მაგრამ აი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი როგორი არა? თქვენ რა პრობლემებით ჩამოთვალეთ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოსამართლე არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში? დიახ, შეიძლება ისე ვთქვათ, რომ იმ საქმეების მიმართ, სადაც მაღალი ინტერესია სახელმწიფოს მხრიდან, მაგალითად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, აქ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. და სად არის დამოუკიდებელი მაშინ? თქვენ ყველა ძირითადი ესე ვთქვათ ანუ მე ვთქვი იქ სადაც სახელმწიფოს ინტერესი საქმეების შედეგის მიმართ არის მაღალი. იქ სადაც კერძო დავა, სამოქალაქო დავა, მაგალითად ჩამოვთვალოთ განქორწინება, მემკვიდრეობა, სადაც არის კერძო დავები, ამ შემთხვევაში სასამართლო. ბატონ გიორგი, თქვენ მინდა განაგრძოთ ეს მიმართულება სასამართლოსთან დაკავშირებით, ეთანხმებით იმას, რომ თავარი პრობლემა არის ის, რომ მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებელი. და არ მეთქი რომ მარტო ეს არ არის პრობლემა. ზოგადად, იმიტომ რომ იგივე ის საქმეები, რომლებიც თქვათ ბოლო წლების განმავლობაში შესწავლილი იქნა, განსაკუთრებით მე ალბათ უკეთესად ვიცი ის საქმეები, რომელიც ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში მოხდა ჩვენს მართლმსაჯულების დეპარტამენტში და რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ და შესაბამისად ავსახეთ ანგარიში, იქ მითითებულია არაერთი კონკრეტული პრობლემა. ძალიან რთულია ისაუბრო ზოგადად იმაზე, რამდენად არის დამოუკიდებელი მოსამართლე და ვიზზე იგი დამოუკიდებელი. ფაქტია, როდესაც საქმეს გკითხულობ, თქვა და ადამიანის უფლებათა კუთხით აფასებ მას, მაინც გადიხარ კონკრეტულ პრობლემებამდე, ხო? ცხადია, შეიძლება იყოს დაუსაბუთებელი საბოლოო ან შუალედური გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს, თქვა, გარკვეული შეცდომები, რომელიც სასამართლომ დაუშვა, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული, თქვა, იგივე სხვადასხვა უფლებების დარღვევასთან, იგივე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს თუ შეაფასებ, იგივე თუ ნახავ, რამდენად იყო ადეკვატურად დაცვის უფლება უზრუნველყოფილი, თქვა, რამდენად იყო, თქვა, გონივრული ვადები დაცული სასამართლოს მიერ, რამდენად მიეცავ, თქვა, დაცვის მხარეს თავისი, ასე ვთქვა, თავისი მხარე დაეფიქსირებინა და დაეცვა, ვთქვათ, ბრალდებულის უფლებები, რამდენად იყო, ვთქვათ, შესაძლებელი იგივე, რომ სასამართლოს ადეკვატურად გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნებოდა დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ კანონზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა იმის საფუძველი, რომ ვიღაცას ეჭვი შეეტანა სასამართლოს მიერ, რამდენად იქნა გამოტანილი განაჩენი სამართლიანად. თუმცა, ვთქვათ, იგივე თუ გადავხედავთ ბოლო წლების პრაქტიკას, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვაწყდებით დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს როგორც ვთქვათ, იგივე წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება, როდესაც ხდება, ვთქვათ, პირის მოთავსება წინასწარ პატიმრობაში, შეიძლება იყოს ასევე საბოლოო გადაწყვეტილება, სადაც არის გარკვეული პრობლემები. იგივე ბოლო დროს ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ რეტროაქტიულად იქნა გავრცელებული კანონის ესა თუ ის ნორმა, რომელმაც რეალურად დაამძიმა ბრალდებულის მდგომარეობა, არათუ შეამსუბუქა, რაც ასევე წარმოადგენს ზოგადად ადამიანის უფლებათა გადმოსახედიდან სერიოზულ დარღვევას. იგივე შეიძლება იყოს საუბარი ორჯერ მსჯავრდების პრობლემაზე, რომელიც ასევე გამოჩნდა მთელ რიგ საქმეებში. იგივე შეიძლება ჩვენ მიუბრუნდეთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლოს შემადგენლობის შეცვლასთან, ან იგივე
ვთქვათ, ბოლო მომენტში გადაწყვეტილების მიღებასთან, რომელიც ვთქვათ, ითვალისწინებს ჩამოშორებას იმ მოსამართლის საქმიდან, რომელიც მას იხილავდა და მე ახალი მოსამართლის დანიშვნას, სადაც ხედავ, რომ არანაირად არ იყო, ვთქვათ, საკმარისი ის ვადა, რომ ახალ მოსამართლეს ვთქვათ, მიცემოდა საშუალება ჯეროვნად გაცნობოდა საქმის მასალებს და მან გააგრძელა საქმის განხილვა. ანუ არის მთელი რიგი, ვთქვათ, იგივე კონკრეტული პრობლემები, რომლებზეც, ვთქვათ, საუბრობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არაერთ გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ვთქვათ, იგივე როცა დაუსაბუთებლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენც ვიყენებთ ზუსტად იმ სტანდარტს, რომელიც მიუყენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთ იმ საქმეს, რომელიც განიხილა და გამოიტანა მე-6 მუხლის დარღვევის შესახებ, ვთქვათ, საკუთარი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ხა მაინდა-მაინც, ვთქვათ, როდესაც საუბრობ დამოუკიდებლობაზე, კი ბატონო, ეს ძალიან სერიოზული თემაა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ასევე ჩავხედოთ იმ კონკრეტულ მიმართულებებს, რომელიც ცხადყოფს და მეტ საფუძველს აძლევს იმას, რომ ივარაუდო, რომ სასამართლოში გაქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები. გასაგებია, ქალბატონ ლია, თქვენც მინდა გკითხოთ სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე და ამასთან ერთად კიდევ რა სხვა პრობლემებს ხედავთ სასამართლოში. ბოლო დროს ძალიან იმატა ევროსასამართლოში მომჩივალთა რაოდენობამ და ეს აისახება ევროსასამართლოს სტატისტიკაში, ეს საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ფაქტია და მინდა გითხრათ, რომ ეს აისახა ჩვენს მუშაობაზეც იმ არასამთავრობო თუ უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ვინც წარმოვადგენთ ჩვენს საქმეებს ევროსასამართლოში. და ევროპელი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ აი ასეთი კატასტროფული ზრდა საქმეების ევროსასამართლოში უპირველესად გამოწვეულია თვით ეროვნული მართლმსაჯულების სისტემების არა სრულყოფილი ფუნქციონირებით, ეს რბილად რო ვთქვათ, პირდაპირ ისინი ამბობენ, რომ ჩავარდნა აქვს ეროვნულ მართლმსაჯულებას და ქართულ სასამართლოში ეს უკვე არავის არ უყვირს, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ეს ასეთივე ცნობილი და გავრცელებული სენია სამწუხაროდ. სასამართლოს დამოუკიდებლობა სჭირდება ძალიან ბევრი რამ. გარდა იმისა, რომ ეს უნდა იყოს გამოხატული პოლიტიკური ნებით და ყველაფერი კეთდებოდეს ამისათვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული კვალიფიციურ და ნამდვილად პროფესიონალ მოსამართლეებზე, რომელთა პიროვნულ სუბიექტურ მახასიათებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხანდახან და ჩვენი სასამართლო ვერ დაიკვეხნის ასეთი მოსამართლეების სიმრავლით, ან თუ კიდევ იყვნენ ვიღაცები შემორჩენილი, ისინი იქნენ დათხოვნილი და საზოგადოებისთვის ცნობილია ასეთი მოსამართლეების უკანონო და უსაფუძვლო დევნის ფაქტები. რაც ერთის მხრივ საზოგადოებას უქმნის განწყობას, რომ აღარ უნდა ენდოს ეროვნულ მართლმსაჯულების სისტემას, მეორეს მხრივ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა მოსამართლეებისთვის, რომ მათ თავი დაანებონ ნამდვილად დამოუკიდებელ სამოსამართლო პრაქტიკას. ეს პრობლემები საკმაოდ ცნობილია და საზოგადოებისთვის საკმაოდ ცხადი. ამაზე მიუთითებს ასევე სტატისტიკაც, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ მაგალითად ბოლო პერიოდში საკმაოდ იკლო, მნიშვნელოვნად შემცირდა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულ საქმეთა რაოდენობა და ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ძალიან ხშირად ადამიანებს ბარიერს გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის სახელმწიფო ბაჟის საკითხი, რომელიც სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, თუმცა კანონი იძლევა საშუალებას, რომ ან გადავადდეს, ან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლდეს, მაგრამ ძალიან ხშირად სასამართლოები და მოსამართლეები ამ უფლებას კანონით მათთვის მინიჭებულს არ იყენებენ და ეს არის ხანდახან გადაულახავი ბარიერი. მაგალითად, ჩვენ წარმოვადგენთ ხოლმე 2008 წლის ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ჩვენ სასამართლოებში და გინდა იჯერეთ, გინდა რა, სასამართლოები პრინციპულად ამ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს ყველაფერი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩათ მთელი ქონება, მათ სარჩელს არ იღებს და არ იხილავს სასამართლო იმის გამო, რომ მათ ვერ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი. ბაჟის რაოდენობა საკმაოდ გაძვირდა და ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და ბევრი მოქალაქისთვის მიუწვდომელი. ანუ არსებობს სახელმწიფოში ძალიან ბევრი ბარიერი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ფუნქციონირება იყოს ნამდვილად სანდო საზოგადოებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და სარწმუნო. სხვათა შორის ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან განაჩენი უნდა იყოს ისეთი დასაბუთებული, რომ ის გასაგები და სარწმუნო იყოს არა მხოლოდ კვალიფიციური და პროფესიონალი იურისტისთვის, არამედ ჩვეულებრივი რიგითი. ხანდახან კანონმდებლობაში გაუთვითცნობიერებელი მოქალაქისთვისაც ის უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ის ნამდვილად კანონიერი და დასაბუთებულია. თუ ამ კუთხით შევხედავთ ჩვენს მართლმსაჯულებას, რა თქმა უნდა, მას აქამდე ძალიან ბევრი უკლია.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიამ გააკეთოს თავის მხრივ ძალიან სერიოზული სამუშაო იმისთვის, რომ სასამართლოში თუ კი რაიმე დადებითი ხდება, აუცილებლად გაშუქდეს და საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ცნობილი და მეორეს მხრივ თუ კი რამ არის გასაკრიტიკებელი, გაკრიტიკდეს ობიექტურად და დასაბუთებულად. გასაგებია, ქალბატონო ევა, ევროკავშირი ბევრ პროექტს ახორციელებს ადამიანის უფლებების მიმართულებით. თქვენი აზრით, სად უნდა ჩაიდოს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, თუნდაც ევროკავშირის მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად გამოსწორდეს მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში? Okay. As I said, როგორც მოგახსენეთ, more or less our aid follows all these areas that I was mentioning in the beginning. დახმარება იმ მიმართულებით მიდის, რომელიც მე უკვე აღნიშნე, სისხლის სამართლის სფერო არის ის, სადაც ძალიან ბევრი ფული ჩაუყარეთ, ესე ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად 22 მილიონი ევროს ინვესტიცია მოვახდინეთ. 50 million laris. ეს არის 40-50 მილიონი ლარის ოდენობის საკმაოდ მაღალი თანხა. ჩვენ ეს ფული მივმართეთ სამთავრობო ინსტიტუტებისათვის, ასევე the PDO and to NGOs. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. Of course, იმიტომ რომ ჩვენ თვლით და მიგვაჩნდა რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არის დემოკრატიის ბურჯი. ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ჭირდებათ და საჭიროებენ რომ მათი როლი გაძლიერდეს, როგორც აი მომსახურების მიმწოდებლისა, რაც გულისხმობს მონიტორინგს რეფორმებს. ჩვენს ასევე ვხედავთ პროგრესს, რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას, იყო საკანონმდებლო ცვლილებები და რაც მნიშვნელოვანია, განხორციელდა კონსტიტუციური ცვლილებები, რაც ეხება სამუდამოდ დანიშნას, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი ვადით მოსამართლების დანიშნას, რომელიც ჩვენ ჯერ უნდა შევაფასეთ. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, სხვადასხვა მიმართულებებს, მასმედიის, უმცირესობების თვალსაზრისით, ასევე გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. დაახლოებით 120 მილიონი ევროს ღირებულების, რომელსაც აი ამ სიტუაციის გადაადგილ პირთა პრობლემის მოგვარებაში იყო გახარჯული, ასევე ეს ეხება რეინტეგრაციას გადაადგილებულ პირთა საზოგადოებაში. რომელსაც უნდა დარჩენა იმ ადგილზე საცხოვროს. ჩვენ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ღირსეულ დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვცდილობთ, რომ ადამიანებმა მიიღონ სამუშაო, ინტეგრირებულები იყვნენ და მქონდეთ მისაღები პირობები საზოგადოების საცხოვრებაში. გასაგებია, ბატონ მერაბ, თქვენც მინდა გკითხოთ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ სასამართლოში და არის თუ არა მთავარი პრობლემა მართლაც ის, რომ მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებლები? ძალიან რთულ მადლობთ მოგესალმებით. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კვალიფიციურ ადამიანს გამოათქვევინეთ აზრი და ეხლა მე ვდგევარ ამოცანის წინაშე, რომ თითქოს რამე უნდა დავამატო. ვერაფერს ვერ დავამატებ. უბრალოდ რა მინდა იცით, ჩვენ აი ესეთ საუბრებში, ამ ток-შოუში, სხვაგან საჯარო დისპუტში კარგად ვაშუქებთ ჩვენი უფლებების სასამართლოსთან მიმართებაში. მაგრამ ნაკლებად საუბრობთ ვალდებულებებზე. მოქალაქეს, აი სასამართლოზე ბრძანებდით, ხო? ჩვენ საზოგადოება, ჩვენ ვალდებულებებში ვერ შევთანხმდით თუნდაც სასამართლოსთან ურთიერთობის კულტურაში. ჩვენ სასამართლოში მისვლა მოწმეთ, მიგვაჩნია სამარცხვინოთ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ბევრი ის ნაკლი, რომელიც აქ დღეს სასამართლო ძიებიდან დაწყებული. საზოგადოება ვერ თანხმდება იმაში, რომ საკუთარი ინტერესი უნდა დაძლიოს არა მარტო მხოლოდ საკუთარი ინტერესის დაცვის გამო. ანუ დაიცვას არა მარტო საკუთარი უფლებები, არამედ დაიცვას სხვათა უფლებები. აქედან გამომდინარე არის ეს პრინციპში დამახასიათებელი დახურული ტიპის საზოგადოებისა, საზოგადოებებისთვის, როდესაც მოქალაქეები არ თვლიან თავს ვალდებულად, გააცხადონ დანაშაული, მივიდნენ მოწმეთ სასამართლოში. მე ვიცი რომ ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ არენდობა და არ მიდის. იცით რა არის? ეგ არის ყველაზე მარტივი გამართლება და საერთოდ გამართლება არ არის. როდესაც შენ ხარ ვალდებული, როცა იცი რაღაც და მოგეთხოვება, შენ ეს უნდა გააკეთო და მოგახსენებათ, აი შორტ რო არ წავედეთ 5-6 წლის წინ იყო 2-3 შემთხვევა, როდესაც 300 კაციან სუფრაზე ახალგაზრდა მოკლეს და არც ერთი მოწმე არ იყო სასამართლოში. წარმოიდგინეთ საქმე ძიების და სასამართლო პროცესში წარიმართა ისე რომ არც ერთი ჩვენება არ ქონდა თვითმხილველის. ამიტომ ყველა ნაკლოვანებებზე უფლებების დაცვით, რომელსაც
რა თქმა უნდა, ბევრ ნაწილში ვეთანხმები. ესეც უნდა ვთქვათ, რომ ვალდებულებების საქმეში გვაქვს ძალიან ცუდად. ჩვენ ესეთ მოვდივართ საზოგადოებიდან, რომელიც ცხოვრობდა ჩემი თაობა ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ვალდებულებებში, ხო? საბჭოთა რეჟიმი ადამიანს აკისრებდა ვალდებულებებს. შემდეგ დამოუკიდებელ წლებში ბუნებრივია ჩვენ ყველა გადავერთეთ უფლებების მოპოვებისა და მათი დაცვის რეჟიმში და ეხლა მე მგონი და დადგეს მომენტი, როდესაც ვალდებულება და უფლება იქნება ჰარმონიული. იმიტომ ნათქვამია ასეთი ლათინური გამოთქმა არის, რომ ვალდებულება უფლების ბორკილია. და თუნდაც აი ევროპის დამფუძნებელი მამები ამბობდნენ, რომ ვალდებულება უფლების გვირგვინიაო, ანუ უმთავრესი მიღწევა საზოგადოებისა, როდესაც ის აცნობიერებს ვალდებულებას. აქედან გამომდინარე არის სასამართლოში შექმნილი პრობლემების ნაწილობრივ თუ არა ყოველ შემთხვევაში საკმაოდ. აქედან არის აი რაზეც ბექა საუბრობდა, ვთქვათ, ჩვენი ჰომოფობიური, ქსენოფობიური ყველანაირი მიდრეკილებები, იმიტომ რომ აი ეს ჩვენი საზოგადოება ვერ შეთანხმდა ჯერჯერობით იმაზე, რომ ბევრ მანკიერებას უწოდოს მანკიერება. უფრო მეტიც, საჯარო დისპუტში ის ადამიანები, რომლებიც უნდა მოუწოდებდნენ ამ მანკიერების დაძლევისათვის, პირიქით ამ მანკიერებას აცხადებენ ჩვენს რაღაც ეროვნულ ღირსებად, რასაც მე მგონი ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს და თუ თქვენ საუბრობთ აი სასამართლოში, კი, რა თქმა უნდა, ისტორიული განვითარების ამ ფაზაში ვერ იქნება, ბუნებრივად ვერ იქნება ის შედეგი, რასაც თქვათ საზოგადოებებმა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში არაერთი ათეული და 200 წელი დაუთმეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ სქემა მე ვიცე მხოლოდ ჩემს უფლებას და არ ვცნობ ჩემს ვალდებულებას, ვერ მიგვიყვანს ჰარმონია, შედეგი არ დადგება, უბრალოდ არ დადგება. მარტო ვალდებულებებზე დაყრდნობით საზოგადოება ეს არის რეჟიმი, რომელიც ჩვენ უკვე გამოვიარეთ, მარტო უფლებების მოთხოვნა არის არაპროდუქტიული. ორივეს ჰარმონია მოგცემს ალბათ რაღაცა შედეგს. ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით, ჩემი აზრით, ბატონ გიორგი შვენიარაძეს მინდა ვკითხო, უფლებები და ვალდებულებები რამდენად იცნობს საზოგადოება თავის უფლებებს და ვალდებულებებს, თუნდაც სასამართლოსთან მიმართებით, რაც ბატონმა მერაბმა ახლა ახსენა. პირველში მოგესალმებით, ძალიან ისეთი სენსიტიური თემა არის გარკვეულწილად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, აქ ბუნებრივია სახელმწიფო მოქალაქეებს კონტრ ვერ დაუყენებს ვალდებულებას, რომ თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ვალდებულებები და ასრულებდეთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიცავ მე თქვენს უფლებებს. ეს არ განაპირობებს ერთმანეთს, მინდა ამას ხაზი გაუსვა. ადამიანებს, რა თქმა უნდა, მათი თითოეული ადამიანის ვალი არის, რომ პინათად ასრულებდეს თავის მოვალეობებს, ეს იქნება მათ შორის თუნდაც მოწმედ გამოცხადება, რაც ბატონმა მერაბმა ზანად ეს მართლა სერიოზული პრობლემა არის. ადამიანებს მხოლოდ თავის კერძო ინტერესისთვის შეუძლიათ მხოლოდ გაწირონ თავიანთი დრო, თავიანთი ესე ვთქვათ რესურსები და ისინი ვთქვათ საჯარო ინტერესისათვის ამას ნაკლებად აკეთებენ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს არგუმენტი ჩემის აზრით, რომ სახელმწიფომ თავი იმართლოს რაიმე სახით, რომ ვთქვათ მე არ მაქვს კარგი სასამართლო, იმიტომ რომ ადამიანის პრობლემა ეს არის. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც ბუნებრივია საბოლოო ჯამში გამომდინარეობს საზოგადოებიდან, მაგრამ ეს მაინც ვთქვათ დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. ხა რაც შეეხება ზოგადად საზოგადოებაში მართლაც პრობლემა არის, ამ კუთხით ძალიან ბევრია სამუშაო, ამ კუთხით უნდა იმუშაოს არა მარტო ვთქვათ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ თავად სახელმწიფომაც. უნდა გაატაროს ეფექტური ღონისძიებები იმისათვის, რომ ადამიანებს კარგად აუხსნას როგორც თავის ვალდებულებები, ესევე ასწავლოს თავის უფლებები და ამ კუთხით ვფიქრობ სახელმწიფოში ფული უნდა იხარჯებოდეს. როგორც ჩემთვის ცნობილი არის, რაიმე კონკრეტული გრანტი ან რაიმე გამოცხადებული მსგავსი სახელმწიფოს მხრიდან რომ ის ფულს ჩაადებს ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომ მათ ამ კუთხით იმუშაოს საზოგადოებაზე, მე ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არ მახსენდება. აქვე რადგანაც სასამართლო ხელისუფლებაზე ვსაუბრობდი, მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან როლს, რომელიც აბსოლუტურად უყურადღებოდ არის მიტოვებული ამ პროცესში. სასამართლო ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ მხოლოდ მოსამართლე. ეს არ არის დამოკიდებული კარგი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მოსამართლეზე. ეს არის ასევე იმ მხარეზე, რომელიც პროცესზე მიდის. ეს არის თუ კი სისხლის სამართლის მოსაჯულებაზე ვისაუბრებთ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, სახელმწიფო ბრალდებელი პროკურორი და მეორე მხარე. ეს არის დასვის მხარე, ადვოკატი. აი ამ კუთხითაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს სახელმწიფოში და ამაზეც არაფერი არ კეთდება ისეთი მნიშვნელოვანი და ეფექტური. დაცვის უფლების განხორციელება პირდაპირ მიბული და პროპორციულია ადვოკატთა კვალიფიკაციის და ადვოკატ ასოციაცია ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში არის ორგანიზაცია, რომელიც არცად არ ჩანს რეალურად და მის მიერ გაკეთებული ამ ეფექტური ღონისძიებები ცოტა თუ გაგვახსენდება.
კანონი, რომელიც თავის დროზე მიიღეს ამ უფლების განსახორციელებლად ადვოკატის შესახებ, ძალიან ბევრ ცვლილებას საჭიროებს იმის, რომ ეს უფლება კარგად იქნეს რეალიზებული. ხა სამწუხაროდ საქართველოში ყავს 3500-ზე მეტი ადვოკატი, რომელთა პროფესიონალებთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვები არსებობს და ადვოკატები, რომლებიც სერიოზულად უწყობენ ხელს სწორედ თუნდაც ასე ვთქვათ, ჭრალებში ცუდ მოსამართლეს, ცუდი გადაწყვეტილების გამოტანაში. მე როგორც პრაქტიკოსი იურისტი არაერთხელ შემოხვედრია გაშვებული ვადები და შემდეგ გულისწყობა მოქალაქეებისაგან კვლავ სასამართლოსად. ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და კიდევ ერთი ტერმინი დამოუკიდებელი სასამართლო იყო. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა, როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ნაკლები პრობლემა. აქ არის მიუკერძუებობის საკითხი. ან მოსამართლე რამდენად არის თავად მიუკერძუებელი, თორე სისტემა რო დამოუკიდებელია, ეხლა ამაში მე მგონი ყოველ თანხმდებით, ეს ავიღოთ თუნდაც წმინდა კონსტიტუციურ სამართლებრივად შეხედოთ, სისტემას ამ კუთხით პრობლემები ნაკლები გააჩნია. ამ მიუკერძუებლობის ერთ-ერთი მთავარ პრობლემას მე ვკითხავ თავად მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და რა ტიპის მოსამართლეები გვყავს, როგორ მოსამართლეებს არჩევს სახელმწიფო. ვიცი, აქაც გარკვეული პრობლემაა რესურსებთან დაკავშირებით, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით. წარმატებული იურისტები, რომლებიც არიან, ცდილობენ წავდნენ არა მოსამართლეებად, არამედ წავდნენ კერძო სტრუქტურებში, იმიტომ რომ გაცილებით მაღალია მათი ანაზღაურება. ალბათ პირები, რომლებიც სამოსამართლო პრაქტიკას იწყებენ, ძირითადად არიან ყოფილი პროკურორები ან პირები, რომლებიც მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. მათ ხშირად უჭირთ ხოლმე შინაგანად გადაწყობა ნეიტრალურ საჯულად იქცენ პროცესზე. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული და ესე ვთქვათ, ეს სწორედ ამ საკითხების გამოსწორება ერთ-ერთი მცირედი მონაკვეთია იმასთან ერთად, რაც უკვე კოლეგებმა ისაუბრენ და მათაც ის ბატონო სერა, თქვენ მოსაზრება სასამართლოსთან დაკავშირებით მართლმსაჯულების პრობლემებს. მადლობა დიდი რიგში მოწვევისათვის. ჩემი აზრით, როდესაც საუბრობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მაშინ როცა საერთაშორისო სადამხატვრო ინსტიტუტები განიხილავენ ხოლმე რამდენად დამოუკიდებელი იყო ხოლმე სასამართლო კონკრეტულ ქვეყანაში, ისინი სამ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს ითვალისწინებენ ხოლმე. პირველი, დანიშვნის წესი, დანიშვნის ვადა, ისევე როგორც გარეწეულისაგან უზრუნველყოფის ფაქტორები. ბატონმა გიორგიმ აბსოლუტურად სამართლიანად ახსენა, რომ საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ჩვენ მაგალითად პრობლემას ვერ ხედავ, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუცია ისევე როგორც მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცედურა პრინციპში აბსოლუტურად შესაბამისობაშია იმ სტანდარტებთან, რომელსაც ამკვიდრებენ საერთაშორისო საზედამხედველო ინსტიტუტები. პრობლემა მდგომარეობს დამოუკიდებლობა, დავარქვათ მიუკერძუებლობა. მოქალაქისთვის მთავარია რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიგონოს. ცალსახად. სასამართლოსთან მიმართებაში პრინციპში ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოში, აუცილებლად პოვებს ხოლმე შემდგომში არეკვლას საერთაშორისო დონეზე. და თუნდაც ამისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოსულა მაგალითად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, კარგად ცნობილ სტრასბურგის სასამართლოში. პრობლემების ჯგუფი ამ კუთხით შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ელემენტად. პირველი მართლმსაჯულებას რაც უკავშირდება, ეს არის როგორც ბატონმა გიორგიმ ახსენა და მის დასკვნაშიაც არის კონკრეტული მოსამართლეების დასაბუთება წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. მაშინ როცა საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ იძულების ღონისძიების, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ძიმე ფორმა შერჩეული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს კონკრეტული აუცილებლობა, სამწუხაროდ გადაწყვეტილებებში არ არის ხოლმე მოცემული ალტერნატიულ ღონისძიებებზე მსჯელობა ძალიან ნაკლებად და შესაბამისად დასაბუთება არის ძალიან ნაკლები. მეორე ჯგუფი ასეთი პრობლემების ეს არის დაუსჯელობა და შესაბამისად ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი კონკრეტული დანაშაულების გამოძიება, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს ხსენებულ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებს ან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ შემთხვევებს. იმიტომ რომ სტატისტიკურად თუ კი განვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებს, ყველაზე მეტი ასეთი პოზიტიური ვალდებულების დარღვევა სამწუხაროდ სწორედაც რომ თავს იჩენს. და მესამე პრობლემა არის ისევ და ისევ კარგად ცნობილი კონკრეტული სიტუაცია საჯელახსოვრებით პენიტენციალურ სფეროში, რომელიც უკავშირდება ძირითადად სამედიცინო მკურნალობას და სასამართლომ პირდაპირ მიანიშნა საქართველოს მთავრობას კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაგალითად პოღოსიანის საქმე იყო ასეთი, რომ ჩემ წინაშე არის 40-ზე მეტი განაცხადი, რომელიც აბსოლუტურად იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირდება და კერძოდ გადამდებ დაავადებებს, როგორიც არის C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი, ასე ვთქვათ, და ამის შემდეგ სასამართლომ თქვა, რომ მე ვხედავ რა, რომ ამდენი განაცხადია ჩემ წინაშე შემოსული, მე მივიჩნევ, რომ ეს არ არის ინდივიდუალური პრობლემა, არამედ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და სახელმწიფოს დააკისრა სამართლებრივი ვალდებულება იმისათვის, რათა სახელმწიფომ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკულ დონეზე მოახდინოს აღნიშნული პრობლემების ეფექტიანი გადაჭრა და მათზე რეაგირება. გასაგებია, ეხლა მცირე რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ადამიანის უფლებები ძალიან
დიდი სფეროა, ამიტომ მინდა ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ უკვე გამოხატვის თავისუფლებაზე და სხვა საკითხებზე. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. Კონკრეტულად გადაცემა ევროპულ არჩევანს ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შესახებ. ამჯერად მინდა გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ და ამ საკითხით განვაგრძოთ ადამიანის უფლებებზე საუბარი. ამ ხრივ რა პრობლემები გვხვდება საქართველოში, ბატონ გიორგი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში შევეხები იმ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების კუთხით. მე ვიტყოდი, რომ იგი არის საკმაოდ მაღალი დონის. იმ კუთხით, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში საქართველოში არსებობს საკმაოდ მაღალი სტანდარტი, რომელიც გარკვეულწილად მინდა გითხრათ, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არის ამ დონის. დაახლოებით ჩვენი სტანდარტი უტოლდება შეერთებული შტატების სტანდარტს, რომელიც უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას და საკმაოდ ლიბერალურ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების მიმართ, რაც მინდა გითხრათ, რომ ვთქვათ იგივე ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში არაერთხელ გამხდარა გარკვეული დავის საგანით. სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ვთქვათ, შეიძლებოდა თუ არა შეზღუდულიყო ვინმეს გამოხატვის თავისუფლება, ვთქვათ იგივე, როდესაც საკითხი ეხებოდა ეგრეთ წოდებულ კონკრეტული პირების, ვთქვათ, გრძნობების შეურაცხყოფას, ან რაღაც უხამსი ლიტერატურის გამოცემას, ვთქვათ, ან იგივე კონკრეტულ გამონათქმავებს. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტი მოითხოვს ასევე საკმაოდ დიდ ვალდებულებებს იმ პირების მხრიდან, რომლებიც, ვთქვათ, ამ შემთხვევაში გამოხატავენ საკუთარ აზრს, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა მაღალი სტანდარტია, ვთქვათ, შეიძლება ყველაფერი ჩაჯდეს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური უფლება და იგივე ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, იგი შეიძლება შეიზღუდოს მთელი რიგი გარემოებების არსებობისას, თუმცა რა თქმა უნდა, აქ კიდევ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირად გადავყრივართ ისეთ სიტუაციებს, როდესაც კონკრეტული პირები იმის მაგივრად რომ მიემართათ სასამართლოსთვის, მიმართავდნენ სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდებს. იმისთვის რომ ვთქვათ, შეეზღუდათ ვინმეს გამოხატვის თავისუფლება, ან ვინმესთვის დაემტკიცებიათ, რომ ძალადობრივი მეთოდით შენ შეიძლება კონკრეტულ ადამიანს აუგრძალო გამოხატოს საკუთარი აზრი. ამის მოწმე ჩვენ ვიყავით. შარშან იყო არაერთი ფაქტი, სხვათა შორის დაწყებული ტელეკომპანიაში შეჭრით, დამთავრებული, ვთქვათ, კონკრეტული აქციის მიმდინარეობისას ამ აქციისთვის ხელის შეშლით და იმ ადამიანების უფლების დარღვევით, დაწყებული ფიზიკური შეხებით, დამთავრებული სიტყვიერი შეურაცხყოფით, როდესაც ჩვენ დავინახეთ, ვთქვათ, იგივე უმოქმედობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს ეხება პოზიტიურ ვალდებულებას, ვთქვათ, დაცული იყოს სხვათა უფლებები. შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანო არ ვახავდა ამ ადამიანთა უფლებებს, თუმცა როდესაც ვთქვათ, იგივე კერძო ჯგუფი, ვთქვათ, ადამიანების მივიდა და შეელახა ამ ადამიანთა უფლებები, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს პირდაპირ ვალდებულება ხელი შეუწყოს სხვათა უფლებების დაცვას და დაიცვას ისინი, შესაბამისად მისცეს განსხვავებული აზრის წარმომადგენლებს, ვთქვათ, კონკრეტულ ჯგუფს მშვიდობიან გარემოში ჩაატარონ საკუთარი აქცია, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს აქცია არის კანონიერი და შესაბამისად არ გადის კანონის ჩარჩოებიდან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ აქციის ნორმალური მიმდინარეობა. ეს შეიძლება ეხებოდეს არაერთ თემას. სამწუხაროდ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც უმოქმედობამ მიგვიყვანა კონკრეტული ადამიანების უფლების დარღვევამდე და მე გავაკრიტიკე და უსაყვედურე სამართალდამცავ ორგანოებს ჩემს ბოლო ანგარიში სწორედ ამის გამო, როდესაც ანგარიში მოყვანილია რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომელიც შეეხება უშუალოდ სხვათა უფლებების დარღვევას. გამოხატვის თავისუფლებასთან, რა თქმა უნდა, აქტიურ კონკრეტულ კავშირში იგივე შეკრებებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაც, თუმცა რა თქმა უნდა, იგივე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში ორი სხვადასხვა მუხლია, რომელიც იცავს ორივე უფლებას, თუმცა ძალიან ხშირად სასამართლო აკავშირებს ერთმანეთთან ამ ორ უფლებას, როგორც არის ეგრეთ წოდებული გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. მინდა აღვნიშნო, აქაც იყო არაერთი პრობლემა. როგორც კონკრეტულად ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, როდესაც მათ ხელი შეუშალეს სხვათა შეკრებას და მანიფესტაციას და იყო არაკანონიერი ჩარევებიც, როდესაც ვთქვათ, იგივე ჩვენ ვიხსენებთ ეგრეთ წოდებულ ვეტერანების აქციას, ეს არის წლევანდელი წელი, 3 იანვარი, როდესაც აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა შეწყვეტა ამ აქციის და პირების დაკავება და კიდე მინდა შევეხო ისეთ გარემოებებს, როდესაც ვთქვათ, აქციის მიმდინარეობისას იგივე იყო, ასე ვთქვათ,
არა მარტო უყურადღებობა, არამედ თქვათ გამშველებლის როლის შემოფარგლა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. როდესაც ისინი პასუხს არ თხოვდნენ სხვა ჯგუფს, რომელიც მივიდა მშვიდობიან აქციაზე და მოითხოვა იმის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ ამას აკეთებს კერძო ჯგუფი და არა თქვათ პოლიცია. თუმცა ვალდებულება ისევ და ისევ არის ერთადერთი კანონის მოთხოვნათა დაცვა. კანონი უნდა დაიცვას პოლიციამ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ მოქმედებს და იმ შემთხვევაში, როდესაც სხვები არღვევენ კანონს, თქვათ, იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობს მშვიდობიან აქციაში. კანონში, რა თქმა უნდა, იყოს სერიოზული პრობლემები, რომელთა ნაწილიც, მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოიფხვრა ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო მთელი რიგის მუხლები, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში არა მარტო სახალხო დამცველი, ასევე ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა მიიჩნევდა, რომ იყო არაკონსტიტუციური და თქვენ იცით, რომ არაერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა და პირმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელით, თუმცა ერთია როგორია კანონმდებლობა, მეორეა რა ხდება პრაქტიკაში. როდესაც ხდება ჩარევა იმ უფლების რეალიზებაში, რომელიც განსაზღვრულია კანონით. ანუ არის ამ კუთხით სერიოზული პრობლემები, ისევ და ისევ. მე მინდა მიუბრუნდე იმას, რომ ბოლოს მაინც მივდივართ სასამართლომდე, იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოში ერთადერთი სტრუქტურა, ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება აღადგინოს დარღვეული უფლება, უმეტეს შემთხვევებში ეს არის, რა თქმა უნდა, სასამართლო. და ასევე დაიცვას პირის უფლებები. სახალხო დამცველი და მისი ინსტიტუტი დარღვეულ უფლებას ვერ აღადგენს. სახალხო დამცველი იმისთვის არსებობს, რომ ხელი შეუწყოს დარღვეული უფლების აღდგენას, საკუთარი რეკომენდაციით, საკუთარი განცხადებებით, ანგარიშით და ასე შემდეგ. თქვათ, იგივე ხელი შეუწყოს სისტემურ პრობლემებს აღმოფხვრას, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ბოლო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს. რა თქმა უნდა, შეიძლება უფლება სასამართლოს გარეშეც აღადგინოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სამინისტრო, შეიძლება იყოს დეპარტამენტი, შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტი, მაგრამ თუ საქმე მიდის სასამართლომდე, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია სასამართლოს პოზიცია. გასაგებია, ქალბატონია, შევეხეთ შეკრებებს, მანიფესტაციებს, გამოხატვის თავისუფლებას ზოგადად და მე მინდა თქვენი საუბროთ ამ კუთხით, რამდენად ხშირად და რა სახის დარღვევებია საქართველოში და ასევე, რა თქმა უნდა, მინდა გამოთქვათ თქვენი მოსაზრება და შეფასება 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მომეცით, იმიტომ რომ ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც არ უნდა განვითარებული ან ნაკლებად განვითარებული იყოს საზოგადოება დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ეს არის ფუნდამენტური თავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასაც ადეკვატურად ესმოდეს, თუ რა იგულისხმება ამ თავისუფლებით სარგებლობაში და როდის შეიძლება ამ თავისუფლებით სარგებლობა და ხელისუფლებასაც ზუსტად ესმოდეს ის საზღვრები, რომელთა გადალახვის შემთხვევაშიც ის, ასე ვთქვათ, ლახავს ფუნდამენტურ თავისუფლებას. ჯერ კიდევ 2001 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს გახლავთ ნინო და ზაალ ტყეშელაშვილები და სხვა მოსარჩელეები. ამ საქმეზე ასევე შემოერთებული იყო მაშინ სახალხო დამცველი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმ დროისთვის და დღესაც ალბათ საკმაოდ სერიოზული პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ ბრძანა, რომ სამი მუხლის სამი დებულება კანონისა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ აღიარა ანტიკონსტიტუციურად და გააუქმა მათი მოქმედება. იმ გადაწყვეტილების წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საზოგადოების დღესაც, იმ გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელიც ახლახანს მე უნდა მიულოცო ბატონ სახალხო დამცველს და ყველა სხვა მოსარჩელეს, რომელთაც ხელი შეუწყეს აი ამ ახალი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებასაც, რომ ძალიან მკაფიოდ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არის ერთადერთი ორგანო ინტერპრეტაცია, ანუ განმარტება გაუკეთოს საკონსტიტუციო ნორმას, თქვა, რომ კანონით არ არის საჭირო ნებართვის მიღება შეკრებაზე, მანიფესტაციაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე. მხარე მხოლოდ ატყობინებს, ეს არის გაფრთხილების ინსტიტუტი. შესაბამისად, ყველა ის საუბარი მედიაში, კერძო საუბრებში, საჯარო ადგილებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომ მანიფესტაცია და შეკრება სანქცირებულია თუ არა, ცალსახად უკანონოა. და მე პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე. ძალიან გთხოვთ,
ყველამ გაითვალისწინოს, რომ შეკრება და მანიფესტაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველთვის არის ნებადართული და არავის არ აქვს უფლება ნება დართოს, მოქალაქეებს შეიკრიბონ ან არ დართოს. მოქალაქეებს უფლება აქვთ და ეს არის მათი უფლება და არა მოვალეობა გააფრთხილონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, თუ შეკრება გაიმართება ისეთ ადგილას, სადაც შესაძლოა შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობა ან შეფერხდეს სხვათა გადაადგილება. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის საჭირო გაფრთხილება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, ეხლა გადავიდეთ 26 მაისის მოვლენებზე, როდესაც ვსაუბრობთ 26 მაისის მოვლენებზე, ღამის 12 საათზე არავისი მოძრაობის, არც ტრანსპორტის შეზღუდვა, შეჩერება არ შეეძლო გამოეწვია იმ რაოდენობის დემონსტრანტთა იქ ყოფნას, რაც იქ ფაქტობრივად იყო. ამიტომ საუბარი იმის შესახებ, რომ ღამის 12 საათზე 25 მაისის თურმე ვადა ამოეწურა ნებართვას, ასეთი რამ უკანონოა. იმიტომ რომ 25 მაისს თუ კი გავიდა გაფრთხილების, ასე ვთქვათ, ვადა, როდესაც დემონსტრაციის ორგანიზატორებმა გააფრთხილეს მერია, რომ ისინი აპირებდნენ საჯარო მანიფესტაციის გამართვას, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ 26 მაისის ღამის 12 საათსა და 15 წუთზე შეიძლება ამ ადამიანების იქიდან ძალით გარეკვა ან იძულების წესით მათი თავისუფლების შეზღუდვა. იმიტომ რომ ეს შეზღუდვა უნდა იყოს ევროპული კონვენციის მეათე მუხლით პირველ რიგში კანონით დადგენილი. მე კი ცალსახად ვამბობ, რომ ქართული კანონი, საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არ ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვას და მეორე, შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებისათვის. ეხლა განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, რამდენად აუცილებელი იყო ღამის 1-ის 15 წუთზე დემონსტრანტების განდევნა იძულებით პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიიდან აღლუმის ჩატარების მიზნისათვის. არის თუ არა ეს, ასე ვთქვათ, პროპორციულობის ტესტისათვის სათანადო ექვივალენტი. ანუ სასწორის ერთ პინაზე პროპორციულობის ტესტით უნდა დაიდოს სახელმწიფოს მიზანი ან საზოგადოების სურვილი ჩაატაროს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღლუმი, განკუთვნილი 26 მაისს დილის 11 საათზე და მეორე მხარეს დევს იმ მოქალაქეთა თავისუფლება, რომლებსაც სურთ გამოხატონ პროტესტი, ან არ ჩაატარონ აღლუმი, ან გამოთქვან უკმაყოფილება. როდესაც ევროპული სასამართლო იხილავს ასეთ საკითხებს, მართალია ჯერ არ განუხილავს, მაგრამ თუ კი ოდესმე განიხილავს, ევროპულ სასამართლოს აქვს კიდევ მეორე ტესტი, რომლითაც ყველა სადაო საკითხი ინტერპრეტირებული, ანუ განმარტებული უნდა იქნეს თავისუფლების სასარგებლოდ. ეს რას ნიშნავს? თუ კი კონკრეტულ შემთხვევაში განვიხილავს სწორედ ევროპული არჩევანისა და ევროპული სტანდარტის მიხედვით ამ შემთხვევას, ერთ მხარეს არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს არის სახელმწიფოს მიერ საზეიმო აღლუმის ჩატარება. ვერამც და ვერამც და არამც და არამც აღლუმის ჩატარების კანონიერი მიზანი ვერ გადასწონის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბატონებო, ვიცოდეთ. გარდა იმისა, რომ იქ ხელისუფლებამ დაარღვია მოქალაქეთა გაფრთხილების, მათთვის შეტყობინების, მიწოდების ვალდებულება. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს ის პოზიტიური ვალდებულება, რაც გულისხმობს გამოძიებას, იმიტომ რომ სახეზე გვაქვს ტრაგიკული შემთხვევა. გასაგებია, ბატონ ბექა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოში თქვენი აზრით რა არის მთავარი პრობლემები? მე ვილაპარაკებ ისევ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის კუთხით. ამ ჭრილში აქაც სერიოზულად დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება მაშინ, როდესაც ხდება რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა, ვთქვათ, რომელიმე რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლის ან რელიგიური მოძღვრების დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება, ან ეთნიკური ჯგუფის მისი ისტორიის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება, ქსენოფობიური შეფასება ამა თუ იმ მოვლენისა, ხომ? და ამავდროულად ეს არ ეხება მარტო უმცირესობების ჯგუფებს, არამედ ეს ეხება უმრავლესობის რელიგიასაც. თქვათ, შეიძლება უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის ხოლმე უფრო სწორედ, რომ თქვათ, ამა თუ იმ საჯარო გამოხატვით შელახულია ჩვენი გზნობები, თქვათ, უხამსობას აქვს ადგილი ან რელიგიურ შეურაცხყოფას, ხომ?
არსებობს ორი მიდგომა ამას დაკავშირებით. ერთი, რომელიც თვლის საჭიროდ, რომ კრიმინალიზაცია მოხდეს გამოხატვის გარკვეული ფორმებისა, თქვათ, რელიგიური შუღლის ან ეთნიკურ ნიადაგზე, თქვათ, ქსენოფობიის გამოხატვის კრიმინალიზაცია მოხდეს, დამამცირებელ კონტექსტში ამა თუ იმ ჯგუფის მოხსენიების კრიმინალიზაცია მოხდეს და მეორე, რომელიც მეტ თავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენი კანონმდებლობა სწორედ ამ თავისუფლების მიმართულებით, ასე თქვათ, განიხილავს გამოხატვის საკითხს და გულისხმობს იმას, რომ არა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ჩაერიოს გამოხატვაში, აკონტროლოს ენა ადამიანისა, ხომ, აკონტროლოს სიტყვა ადამიანის, არამედ თავად დაინტერესებულმა ჯგუფებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ უნდა შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ამ თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც თქვათ, ხვდებით ამა თუ იმ პოლიტიკოსის მხრიდან, ან მედია საშუალებების მხრიდან, ან საჯარო ფიგურის მხრიდან ამ ტიპის გამოხატვას სამოქალაქო საზოგადოებამ აუცილებლად ამის თაობაზე უნდა გამოხატოს თავისი მკაცრი პროტესტი და სულ ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ძალიან მკაცრი პროტესტი გამოხატა რუსთაველის თეატრის მთავარ რეჟისორისადმი, რომელმაც თქვათ ეთნიკურ კონტექსტში დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია ეთნიკურობა, თუ შეიძლება ასე ითქვას და განაცხადა, რომ იმის გამო, რომ პრეზიდენტი არ არის ქართველი და არის სომეხი, ის არის ცუდი ადამიანი, არ უყვარს საქართველოს, თქვათ, ხო? ამ თვალსაზრისით ამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩვენ უცხადებთ ბოიკოტს ამ თეატრს, მანამდე სანამ არ მოიხდის ბოდიშს. აი ეს უნდა იყოს მიდგომა. ამას ექნება მხოლოდ შედეგი. გასაგებია, ქავტონევა, თქვენც მინდა გკითხოთ, პრინციპში გავიმეორო ის შეკითხვა, რაც დაუსვეს სხვა სტუმრებსაც, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ საქართველოში? Okay. I would like to mention not only freedom of expression, but also back to the issue of media freedom. თავისუფლება, არამედ მასმედიის თავისუფლების საკითხსაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ მაინში ევროკავშირი როგორც წესი აფასებს რეფორმების პროგრესს, რომელსაც 2010 წელს ჰქონდა ადგილი საქართველოში და ჩვენ მოხსენებას ვადგენთ იმ საკითხებზე. მინდა მივაქციო ამ მოხსენებას ყურადღებას, არის ის დოკუმენტი, სადაც ჩვენ ყველა ეს თემები გვაქვს ჩამოთვლილი, აი პროგრესი სად არის, სადაც ხედავთ გამოწვევებს. აი ესე არის, ეს მინიშნებებია და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იყო გაძლიერებული ცდილობები დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და მიუთითეთ პოლიტიკური პლურალიზმისა და მასმედიის პლურალიზმის საკითხებს. ამ თვალსაზრისით მასმედია თამაშობს მნიშვნელოვანს როლს. მასმედიას ვალდებულება განავსოს ინფორმაცია და ასევე შექმნას საზოგადოებრივი აზრი და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესიასთან დაკავშირებული, რომელიც ასევე უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და მერე ჩვენ უკვე გადავდივართ იმ საკითხზე, რასაც ქვია გამოხატულების თავისუფლება. გამოხატულების თავისუფლება კიდევ ერთი ესე გაზიარებული ღირებულებაა ევროპელებსა და ქართველებს შორის. ჩვენ მაღალ დონეზე უდგებით და ვაფასობთ იმას, რომ ადამიანს ჰქონდეს გამოხატულებისა და სინდის თავისუფლება, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია ასევე შევაფასოთ ბალანსი, არსებული ბალანსი ყველა ადამიანისთვის. ყველა ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უფლებები ერთი ჯგუფი შეიძლება კონფლიქტში შევიდეს სხვა ჯგუფის უფლებებთან და ესე უნდა მოხდეს ინტერესების დაბალანსება. ანუ რა შეიძლება დავამატოთ აქ ჩვენ გავანალიზეთ და დავინახეთ ბევრი შემთხვევა, ბევრი საქმე, სადაც განაცხადი ადამიანის უფლებები, აი გამოხატვის უფლებების დარღვევაზე იყო გაჟღერებული. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვახორციელებთ მონიტორინგის და უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ ხელისუფლება, საზოგადოება, არასამთავრობოები აიღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ გაზიარებული პასუხისმგებლობა. ქავტონეკა, თქვენ დაიწყეთ სულ თავიდან ლაპარაკი 26 მაისზე და ასე ვთქვათ მანიფესტაციებზე და გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გამოთქვათ აქაც თქვენი აზრი მანიფესტაციების და შეკრებების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით რა პრობლემებია. შემდეგ ბატონ მერაბ, შემდეგ სხვა სტუმრებს და დავასრულებთ საუბარს. დიდი მადლობა. მეც აღნიშნულ ორ
უფლებას, ასე ვთქვათ, დღეს ერთ კონტექსტში განვიხილავ და პრობლემებზე ვისაუბრებ, რომელიც ორივეს შეეხება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხრივ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევებთან გვაქვს საქმე. თვითონ საკანონმდებლო მიმოხილვა ბატონმა გიორგიმ გააკეთა კარგად და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებას დაკავშირებით პრინციპში ძალიან კარგი კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა მე ერთი საკითხი მინდა აღვნიშნო, რაც უკვე შეკრებების თავისუფლებას ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ქონდა გასაჩივრებული სახალხო დამცველთან ერთ-ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ არის იმდენი, რომ ბუნებრივად მოახდინონ გზის გადაკეტვა, სავალი გზა არ უნდა გადაიკეტოს. ჩვენ თვლით, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა არის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების და სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და არ დაგვიკმაყოფილა ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი. ამიტომ აი ამ ხრივ კანონმდებლობას კიდევ ჭირდება დახვეწა ჩვენი აზრით. როდესაც საუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, არ შეიძლება არ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ერთი ვეტერანების მაგალითი, რომელთან დაკავშირებით ბატონმა გიორგიმ ისაუბრა, მეორე აგვისტოში 2010 წლის აგვისტოში ცით ირაკლი კაკაბაძე მართავდა საპროტესტო აქციას ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ეს მაგალითი. ამის შემდეგ რამდენიმე თვის წინ ასევე საჯარო ახსოვლებითი დეპარტამენტის წინ მიმდინარეობდა აქცია და ესეც იქნა დაშლილი. აქ მთავარი არის ორი გარემოება. პირველი, სამართალდამცავი ორგანოები როგორ რეაგირებენ ამ ფაქტებზე და როგორ ახდენენ ამ აქციის დაშლას და მეორე უკვე სასამართლო როგორ რეაგირებს ამ ფაქტებზე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში საპროტესტო აქციების დაშლის დროს ხდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენა სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, ანუ პოლიციის თანამშრომლისათვის ბოროტი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა არ ხდება იმის დადგენა, თუ რაში გამოიხატა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ეს საპროტესტო აქციები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მიმდინარეობდა კანონმდებლობის სრული დაცვით, იქ სავალი გზის გადაკეტვაც კი არ იყო. შესაბამისად, თუ რას წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ აქცია დაშლილიყო და რატომ იყო ეს კანონიერი, ამაზე სამწუხაროდ პასუხი გაუცემელია. და ამასთან კანონმდებლობას ჯის ბოროტ დაუმორჩილებლობას და არა დაუმორჩილებლობას პოლიციის თანამშრომლის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ თვლით, რომ სასამართლო ამ მუხლს განმარტავს ძალიან ვიწროდ და ყოველგვარ დაუმორჩილებლობას თulis როგორც ბოროტ დაუმორჩილებლობას და ასეთ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს აჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებს მათ და სასამართლო განხილვებზეც აუცილებლად უნდა გამომახვილო ყურადღება, რომელიც არის საკმაოდ ფორმალური. ერთადერთი ლეგიტიმური მტკიცებულება, რომელიც სასამართლო განხილვების დროს გამოიყენება, ეს არის პოლიციის თანამშრომლის ახსნა განმარტება და სამწუხაროდ სასამართლო არ ინტერესდება არის თუ არა სხვა მტკიცებულებები ამ საქმეში. როდესაც დაცვის მხარე აყენებს შუამდგომლობას და ეს არის ჩვენი საქმეები, ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატები ხშირად მონაწილეობენ ამ საქმეებზე. როდესაც ჩვენ ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ გამოვითხოვოთ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც აფიქსირებს აქციის მიმდინარეობას, იმას თუ სად მიმდინარეობდა აქცია, იმას თუ გაუწია თუ არა წინააღმდეგობა პოლიციას აქციის მონაწილეებმა, სამწუხაროდ სასამართლო არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და ამ ჩანაწერების გაშუქება და სასამართლო პროცესზე ამის განხილვა სამწუხაროდ არ ხდება. ასევე ხშირ შემთხვევაში არ ხდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა, თუმცა როდესაც ხდება ამის დაკითხვა, მათი მოსაზრების გაზიარება არ ხდება. ეს არის სამწუხაროდ. ბატონ მერაბ, გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბევრი აზრი გამოითქვა აქ და თქვენც მინდა გკითხოთ, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ იმ მდგომარეობაში, რაც გვაქვს. ეხმაურები აქ ითქვა ორი ტესტი აქციებთან დაკავშირებით, ხო, საჯარო ინტერესი და პრაქტიკული მდგომარეობა. არ ვიცი, აი თქვენ ბრძანებდით ახლა, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ შეზღუდვას, როგორც ხელოვნურ შეზღუდვას, ხო, ბუნებრივისა. ძალიან გამიკვირდება, რა ვიცი, მე სპეციალურად დავინტერესდი, თქვენ თუ მომიტოვანთ მსოფლიოში რომელიმე მაგალითს, სადაც ეს ტესტი არ მოქმედებს. ანუ, როდესაც გზა იკეტება იმიტომ, რომ ეს არის ხალხის საჭიროება, რაოდენობა. თვითმიზანი ყველა ქვეყანაში არავინ არ მოგცემთ უფლებას, არსად არ არის პრაქტიკაში არ განიხილება გზის თვითმიზნური გადაკეტვა. როდესაც ეს ხდება უბრალოდ აქციის კაპრიზი და ამ კონკრეტულ 26 მაისთან მიმართებაში სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა მე ასაკეთს უფრო ფართო კონტექსტითაც ვუყურებ და ამაზე ახლა არ არის საუბარი. არ ვიცი, შეიძლება თქვენ მითხრათ ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია გაფრთხილების ვალდებულება. ჩვენ ამ კონტექსტში განვიხილავ გზის გადაკეტვის შემთხვევაში დადგენილია გაფრთხილების ვალდებულება. გზის გადაკეტვა საერთოდ არ არის ამ კანონით გათვალისწინებულია მიტინგის ჩატარება, ხოლო თუ ბუნებრივად ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად ხდება გადაკეტვა, ესე არ წერია თუ აქციის დროს ხდება. გაფრთხილება უკვე არის საკმარისი შეზღუდვა და ამ შემთხვევაში უკვე რაოდენობრივი შეზღუდვა არ არის აუცილებელი ამ უფლების რეალიზებისთვის. იმისთვის რომ გზა გადაიკეტოს, კანონის და პრაქტიკას და საერთაშორისო ნორმებს და ტესტებს, გვალდების რა ქვია,
მეუთითებს იმაზე, რომ ამის აუცილებლობა უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში 5 კაცი ვერ უნდა კეტავდეს. რაც შეეხება ვადებს, საჯარო ინტერესისა, როდესაც გაფრთხილებულია და მითითებული გაქვს, რომ შენ ამ დრომდე ატარებ და შემდეგ ფლობ, არსებობს მეორე საჭიროება, რომელიც ასევე არის დაკავშირებული, მე არ დაგეთანხმებით, რომ თქვა, აღლუმის ჩატარება ეს იყო სახელმწიფოს ინტერესებში, შეიძლება ყოფილიყო დიდი ჯგუფი ადამიანების ინტერესისა და ამდენად ეს ორი, როგორც ვქებდანეთ, პინის ორი მხარე ინტერპრეტაციული მსჯელობის საგანი ჩემის აზრით ვერ იქნება. და მისამე, რადგან ბექა საუბრობდა. ბატონო? სასამართლოს მსჯელობაზე გეამბობთ. სასამართლო ჯერ არ შემდგარა ასეთ საქმეს და თქვენ ისეთ და მეცეთ რომ ამას როცა შედგება და საერთაშორისო პრაქტიკაც ამაზე მაინდა-მაინც ბევრს ვერაფერს გვეუბნება, რამე თუ ეგეთი პრეცედენტი არ ამგონია ყოფილიყო. მეორე, ბექა აბზანებდა და მეც მნიშვნელოვნად მინაჩნია მიტინგი და მასზე გამოთქმული მისი შინაარსი. შეიძლება გახდეს თუ არა აშკარად ცალსახად ქსენოფობიური, ჰომოფობიური შუღლის ენა მიტინგის შეწყვეტის და პასუხისმგებლობის ორგანიზატორის საკითხი. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, კანონიც გვავალდებულებს ამაზე საერთაშორისო ნორმები შეიძლება იყოს, მაგრამ ესეც არ სრულდება და ესეც დიდი მინუსია. ბევრ მიტინგზე გაისმის ისეთი მოწოდება და მე სხვადასხვა არ გულისხმობ ისეთ მოწოდება რაღაცა ხელისუფლების წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ შეურაცხყოფელი გამოთქმული, რომელიც შეიძლება გახდეს ამ მიტინგის დამთავრების საფუძველი და ორგანიზატორების პასუხობრივი, მაგრამ აი ხელისუფლება არც ამას ასრულებს. გასაგებია, თქვენც მინდა გკითხოთ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რა პრობლემებს ხედავთ, შემდეგ ბატონ გიორგი და უნდა დავასრულოთ. მოდი ბოლოდან დავიწყე. როგორც ამბობენ, რამდენი იურისტიც არის, იმდენი სამართლებრივი შეფასება კონკრეტული მოვლენების სახეზე. ორ ნაწილად მინდა გავყო 26 მანისის მოვლენები. სახელმწიფოს სამართლებრივი შესაძლებლობა და საფუძველი ჩარევის და მეორე შემდგომი, ანუ პოსტფაქტუმ მოვლენები, რომელსაც თან მოყვა ადამიანების არასათანადო მოქცევა და ასე შემდეგ. მოდი პირველზე ვისაუბრებ ჯერ და შემდგომში მეორეზე. პირველთან მიმართებაში აბსოლუტური უფლება შეკრების და მანიფესტაციის როგორც ასეთი არ არსებობს, პატივცემულებო, და როგორც ქალბატონმა ლიამ თქვა, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სამი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის დაკმაყოფილებული, რომ კანონით იქნება გათვალისწინებული ჩარევა, ემსახურება კანონიერ მიზანს და პროპორციულია საზოგადოებრივი საჭიროების, მაშინ სახელმწიფოს შეუძლია რომ ჩაერიოს ამ უფლების ეფექტიან განხორციელებაში. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე განვითარებული პრეცედენტული სამართალი, როდესაც სახელმწიფომ კონკრეტულ ადგილას აკრძალა მაგალითად გარკვეული დროის განმავლობაში შეკრების და მანიფესტაციის გამართვა. ამის შემდეგ კონკრეტულმა ჯგუფმა მოინდომა რომ გაემართა, მაგრამ ტრაფალგარის სკვერზე მაქვს საუბარი, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმე და შემდგომში სასამართლომ სტრასბურგმა ჩათვალა, რომ აღნიშნული პირებისთვის შეკრების და მანიფესტაციის უფლება კი არ შეუზღუდიათ, არამედ მათ მხოლოდ და მხოლოდ უთხრეს, რომ ამ ადგილას არ შეიძლება შეგეძლოთ, მაგალითად ჰაიდ პარკში და ასე შემდეგ. მეორე მაგალითს მოგახსენებთ. საფრანგეთის წინააღმდეგ ბაროკოს საქმე, როდესაც კონკრეტულად პირებმა თავიანთი პროტესტის გამოხატვა მოინდომეს კონკრეტული მაგისტრალზე მანქანების შეჩერებით, ასე ვთქვათ, და ნელისვლით. აქ პოლიციამ სამჯერ გააფრთხილა კონკრეტული პირები, ამის შემდეგ მათ მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა და სასამართლომ თქვა, რომ ეს საზოგადოებრივ ინტერესებში იყო. ანუ ამით მე რა მინდა ვთქვა, მაშინ როდესაც კონკრეტულად შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებასთან მიმართებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების ორგანოებმა სამჯერ შესთავაზეს სიტყვაზე სხვა ადგილას თავიანთი უფლების განხორციელება, ჩემი აზრით აღნიშნულის არ განხორციელება სამართლებრივ საფუძველს ანიჭებდა სახელმწიფოს იმისათვის, რათა გამოეყენებინა ოღონდ ხაზგასმით უსვავ პროპორციული ძალა იმისათვის, რათა საზოგადოებრივი ინტერესი, კერძოდ მეორე დღეს აღლუმის ჩატარება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეხლა რა მოხდა შემდგომ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია და ის ძალა რაც იყო გამოყენებული, ამან დაარღვია თუ არა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. ანუ ორ ეტაპად იმიტომ გავყავი, ანუ პირველ ეტაპზე თვითონ გადაწყვეტილებას იმისას, რომ აქცია დაიშალოს, მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ამის სამართლებრივი საფუძველი. მეორე, ის რაც განახორციელა, იყო აბსოლუტურად არაპროპორციული,
ძალის გადამეტება. მაგრამ ის არგუმენტი, რაც ქალბატონმა ლიამ თქვა, თქვენთვის არ არის არგუმენტი, რომ არ შეიძლებოდა იმ აქციის დაშლა იურიდიული საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უკვე აღნიშნული შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ხვდებოდა უკვე ევროპული კონვენციის მე-11 მუხლში, რადგანაც კონკრეტული პირების მიერ აღნიშნული უფლების გამოყენება ხდებოდა, ასე ვთქვათ, როგორც სასამართლო უწოდებს ხოლმე, ბოროტი მიზნით, იმისათვის, რათა სხვათა უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდა კერძოდ მათი, ვისაც მეორე დღეს სახელმწიფოს გულისხმობ, აღლუმის ჩატარება სურდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს კარგად იყო ცნობილი მომეტინგეებისთვის. მაგრამ შემდეგში რაც მოხდა, ამან აბსოლუტურად ხაზი გადაუსვა სახელმწიფოს ლეგიტიმურობას, რომ მოეწყო აღნიშნულის დაშლა და შესაბამისად ამ არაპროპორციულმა ქმედებებმა დაარღვია შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც პროპორციულ ქმედებას მოყოლოდა სასიკვდილო შედეგი, როგორც იტალიის წინააღმდეგ საქმეში იყო, ბოლო, როცა სტრასბურგის სასამართლო თქვა, ანტიგლობალისტების მიერ შეკრება, როდესაც პოლიციამ რეზინის ტყვია გამოიყენა და თუნდაც სიკვდილი მოყვა ერთ-ერთი მანიფესტანტის, სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო პროპორციული ქმედება, რომელსაც სამწუხაროდ მოყვა ასეთი შედეგი, რაც გამოწვეული იყო გასაგებია ბატონო ერთი რეპლიკა კი ბატონო და შემდეგ ბატონ გიორგის უნდა მიცეს თქვენ ჯერ არ დადგენილა მე არ ვარყოფ არ ვიცი რა ხო მაგრამ არ დადგენილა პირდაპირ კავშირი პოლიციის ქმედებასა და სიკვდილს შორის არ არის ეს ისა ორივე შემთხვევა შეიძლება მიწეს პრობლემას მაგრამ პირდაპირ სიტუაციური შედეგი მაგრამ პოლიციის ქმედებისა და ამ შორის პირდაპირ იურიდიული კავშირი დადასტურებული დასაბუთებული ჯერჯერობით არ არის და გეთახვებით ყველაფერი ძიების ამბავია მე კი არ იმას კი არ ვაპარაკობ რომ ეს თქვა თავისთავად არ არის ფაქტორი სამჯელო და კითხვის ნიშნის ქვეშ არის მაგრამ უბრალოდ არ ამგონია ჯერ გქონდეს ჩვენ ის არგუმენტი რომელიც გვეთხოვდა რომ აი ხელისუფლების პოლიციის ქმედებამ გამოიწვია ამ ადამიანის ხორკი ვიზუალურად სხვა რაღაცა ჩანდა გასაგებია ბატონ გიორგი და შემდეგ გაპასუხებინებ და შემდეგ უნდა დავამთავროთ გადაცემა თორემ ამოიწურა ჩვენ მე ვთქვი რომ მოკლედ უპასუხოთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აზრი გამოითქვა და ნაწილი ბატონ ლიას მოსაზრებასთან დაკავშირებით პასუხი გაეცა ბატონი ბესოსგან ბატონი მერაბისგან და ამ აზრებს ვიზიარებთ ერთი პრაქტიკი მინდა დავაზუსტოთ ძალიან ეს არის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუცია შესაბამისი მუხლი რადებულებებს გვთავაზობს აღნიშნული საკითხის რეგულირებისათვის ბუნებრივია იმ ნაწილში ვეთანხმები ბატონ იასო კონსტიტუცია უპირობოდ გვეუბნება რომ შეკრება მანიფესტაციის ჩატარების უფლება გააჩნია ნებისმიერ პირს წინასწარი ნებართვის გარეშე როგორც ჭექვეშ ასევე ღიად თუმცა იქვე გვეუბნება მეორე პუნქტი რომ თუ კი შეკრება და მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შესაძლებელია კანონით დაწესდეს წინასწარი გაფრთხილების საჭიროება და სწორედ ჩვენმა კანონმა შეკრება მანიფესტაციების შესახებ ესეთი საჭიროება დააწესა და სადაც ჩაეწერა რომ წინასწარ 5 დღით ადრე შესაბამისმა პირმა ორგანიზატორმა უნდა აცნობოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შესახებ თვითმმართველობის ორგანოს რომლის ტერიტორიაზე სტარდება და რომ თუ კი შეკრება მანიფესტაცია შეუძლია ხელი შეუშალოს ტრანსპორტის გადაადგილებას ან ჩვეულებრივ ფეხით მოსწავლეთა ნაკადს რა თქმა უნდა ამ მიზანს კანონისას მე მგონი ყველა ჩვენი ხვდებით რატო ჩემოდის და ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონ მერაბსას და ბატონ ბესოსას იმასთან დაკავშირებით რომ დიახ ის რომ ცალსახად მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სრულია გზა გადავკეტო ეს არ არის პროტესტის მიზანი პროტესტის მიზანია ხმა მივიდეს ბამდე გააგებინოს გამოხატოს თავისი აზრი და გააგებინოს მისი დამოუკიდებლობა კონკრეტული საკითხისათვის და არა ვთქვათ ხელისუფლების შეცვლა როგორც თუნდაც ამ ბოლო აქციაზე იყო გაცხადებული მიზანი ეს არ შეიძლება იყოს აქციის მიზანი რაც შეეხება იმიტომ რომ თავად უკანონო ქმედებებს ეს თავის უკან მე ვფიქრობ რომ გულისხმობს თუ კი ამბობ ყველა ფერზე მივიდივარ ის რომ ხელისუფლება შეცვალა ამის უკან ბუნებრივია გულისხმობა უკანონო ქმედებებიც თუმცა ამ რამდენად შეიძინა რეალური საფრთხე ცალკე სამჯერო საკითხია და ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ აქედან გამომდინარე ჩვენი კანონმდებლობით როგორც კი გავიდა ხუთივიანი გაფრთხილების ვადით გათვალისწინებული ვადა ანუ როგორც კი დადგა 26 მაისის 001 წუთი ამ წუთიდანვე უკვე იმ ტერიტორიაზე მე ვფიქრობ რომ აქცია ატარებდა არალეგიტიმურ ხასიათს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იყო საჩვენო თორემ პირველი პრეცედენტი იყო როცა თვითმმართველობის ორგანომ წერილობითი გაფრთხილება მიუტანა აქციის მონაწილეებს და უთხრა რომ თუ კი თქვენ ამ აქციას არ შეწყვეტ გონივრულ ვადაში მე მაშინ იძულებული ვარ გამოვიყენო ძალა და ეს ძალა იყო სწორედ პოლიცია და ერთი საკითხი მოკლედ კიდე ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ის რომ სხერპელი მოხდა იყო თუ არა პირდაპირ ბრალეულობა პოლიციის ძალიან ძნელი სამტკიცებელი ამოთ გამოძიება უნდა დაამდგინოს თუმცა ის რომ უკეთესად შეიძლებოდა ყოფილიყო გაკეთებული ეს ყველაფერი თავად პოლიციის მხრიდან და მათ შორის თავადვე პოლიციების ყოფილიყო გამორიცხული ამაზე მე მგონი კამათი არ შეიძლება კარგი გასაგებია ჩვენ დრო პრაქტიკულად ამოიწურა ქალბატონლია მოგცემთ თუნებას მოვცემთ ესე იგი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ
ერთ მხარეს იყო მომიტინგეთა გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხარეს იყო სამხედრო აღლუმის ჩატარების კანონიერი ინტერესი. ეს რომ ყოფილიყო საზოგადოებრივი დემონსტრაცია. მაშინ არ იქნებოდა პრობლემა. მაშინ ხელისუფლებას ექნებოდა ვალდებულება დაეშორიშორებინა ერთმანეთს დაპირისპირებული ორი საზოგადოებრივი ინტერესი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო სამხედრო აღლუმზე, აქ სუბიექტი არის სახელმწიფო და მის თავისუფლებას არ ითვალისწინებს არც კონსტიტუცია, არც ევროკონვენცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, საზოგადოების თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება პრევალირებს. და კიდევ ერთი ბატონებო, რაც არ უნდა შოკის მომგვრელი, მიუღებელი და მოსასმენად ავი იყოს მოსაზრებები, მათი გამოხატვის თავისუფლება არსებობს და დემოკრატიულ საზოგადოებაში ის უნდა ამოქმედდეს. თუ ის არ ყავყოფს სხვათა ინტერესებს და სხვათა ღირსებას. ეგ თუ იწყება მერე. არა, ეს იწყება იქვე. კარგი, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მობრძანებისთვის. კარგი ხანია უკვე ვსაუბრობთ, ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენი დრო. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ და მაყურებელს უთხრა, რომ ქალბატონ ევასთან დიალოგის წარმართვაში თარგმანში გვეხმარებოდა ბატონი გოგა ასკურავა, რომელსაც მადლობას ვუხდი. რეკლამის შემდეგ კი საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან, ესპანეთის და პორტუგალიის ევროკავშირში გაწევრიანება 1986 წელი და 1997 წელი რეფორმა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაში. საინტერესო ფაქტები ევროკავშირის ისტორიიდან. რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. გადაცემა ევროპული არჩევანი კვლავ პირდაპირ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. 1978-79 წლებში ესპანეთისა და პორტუგალიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყო. ორივე ქვეყანა ამ პერიოდში საკმაოდ ღარიბი იყო. ამ ქვეყნების თანამეგობრობაში მიღების პერსპექტივა ევროკავშირის წევრებს აშინებდა. ესპანეთი და პორტუგალია ეკონომიკური სირთულეების წინაშე შეიდგა და ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა სუბსიდიების სახით. ამასთანავე გაწევრიანების სურვილის უკან იდგა პოლიტიკური ფაქტორები. ესპანეთსა და პორტუგალიას მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედამდე დემოკრატიული განვითარების საშუალება არ ჰქონდათ გამეფებული დიქტატურის გამო. 1985 წლის 12 ივნისს ამ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას, ხოლო 1986 წლის 1 იანვარს ესპანეთი და პორტუგალია გაწევრიანდნენ თანამეგობრობაში. წევრი ქვეყნების რიცხვი 12 გახდა. 1997 წელს ევროკომისია მოამზადა პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ევროკავშირის მომზადებას შემდეგი საუკუნისთვის. ამ პროექტში მნიშვნელოვანი იყო რეფორმა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაში, რომლის მიხედვით შესწორებები შევიდა 1992 წელს დადგენილ რეგულაციებში. სასოფლო-სამეურნეო სექტორში აუცილებელი იყო ცვლილებები, რადგან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში დაგეგმილი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანება. ეს მიღებული ზომები ითვალისწინებდა სამომავლო ცვლილებებს ფასებსა და შემოსავლებში, კერძოდ კი ფასების შემცირებას მარცვლეულზე, ხორცსა და რძეზე. მაგრამ ეს ფერმერთა მუშაობაზე უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ევროკავშირისთვის დომინანტური პუნქტი იქნებოდა ბიუჯეტიდან პრემიების გაცემა ფერმერთა დანაკარგების კომპენსაციისთვის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებათ მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე. ნახვამდის.